მოგესალმებით. დღევანდელ PowerPoint-ში ჩვენ ვისაუბრებთ გლობალურ პრობლემაზე, რომელიც არის სიმსუქნე, obesity. სიმსუქნე არის სხეულში გადაჭარბებული რაოდენობით დაგროვილი ცხიმები ან ადიფოს ქსოვილები. ის ითვლება გლობალურ პრობლემად, რადგან იწვევს სიკვდილიანობის გამომწვევ ისეთ რისკ ფაქტორებს, როგორიც არის დიაბეტი, გულის დაავადებები და გარკვეული სახის სიმსივნეები. სიმსუქნე არის შედეგი სხეულში დარღვეული ენერგიის ბალანსის, როდესაც ორგანიზმი იღებს გაცილებით მეტ კალორიას, ვიდრე საჭიროა ორგანიზმის ფიზიკურ და მეტაბოლური ფუნქციონირებისათვის. სტატისტიკურად ნაჩვენებია, რომ 2-დან 5 წლის ასაკის ბავშვებში 10-დან 1 ბავშვი დაავადებული იქნება სიმსუქნით. სიმსუქნის დამარეგულირებელი ფიზიოლოგიური მექანიზმი. ცოდნა თუ რა იწვევს ორგანიზმში მადიანობას და როგორ იხარჯება ენერგია, მნიშვნელოვანია იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორ გაუმკლავდა ჭარბწონიანობას. ჰაიპოთალამუს, რაც არის ტვინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც მართავს გარკვეულ რიგით ჰორმონებს, ასევე კუჭ-ნაწლავი და ადიფოს ქსოვილები წარმოქმნიან გარკვეულ ჰორმონებს და პეპტაიდებს, რაც მართავს მადიანობის რეგულირებას. განსაკუთრებით ჰაიპოთალამუსი, რომელიც არის ძირითადი მხარე, რაც მართავს მადიანობას. ლიფტინი, ლიპიდს ანუ ცხიმები, წარმოიქმნება ცხიმოვან ქსოვილში. მისი ერთ-ერთი დანიშნულებაა გამოიწვიოს მადის ჩახშობა ჰაიპოთალამუსში და ცხიმის მეტაბოლიზმის მომატება. გრელინი, შემდეგი პეპტაიდი ჰორმონი, გახლავთ კუჭ-ნაწლავის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს მადიანობას ლიფტინის შებრკოლებით. მისი დანიშნულებაა ჰაიპოთალამუსში შიმშილის შეგრძნების გამოწვევა. ჯამთელწონიან ორგანიზმში გრელინის რაოდენობა მაღალია შიმშილის დროს, ხოლო ამის შემდეგ კი ის იკლებს. ინსულინი, რომელიც წარმოიქმნება პანკრეასში, ჩვეულებისამებრ შიმშილის გრძნობას ახშობს, ხოლო ჭარბწონიანობის სიმსუქნის დროს ინსულინის წარმოქმნა მატულობს, რაც იწვევს ღვიძლში ტრიგლიცერაიდის სინთეზირებას და იკლებს HDL-ის წარმოქმნა, ანუ ღვიძლში მატულობს არაჯანსაღი ცხიმები, ხოლო იკლებს high density lipids, ანუ ჯანსაღი ცხიმების რაოდენობა. განვიხილოთ, რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე. სიმსუქნე არის მაღალი რისკის ფაქტორი, გამომწვევ ისეთი დაავადებების, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ინსულტი. Android სიმსუქნე, რაც არის ჭარბი ცხიმიანობა მუცლის არეში, წელის გარშემოწერილობა, ითვლება ძირითად მინიშნებად ამ დაავადებების მაღალი რისკის შემცველად. ეს არის დაკავშირებული სისხლის ანალიზში მაჩვენებელი მომატებული LDL-ი, ტრიგლიცერანი და დაბალი HDL-ი, ანუ ჭარბი არაჯანსაღი ცხიმები და დაბალი ჯანსაღი ცხიმები. მაღალი წნევის გამომწვევი ფაქტორი არის ის, რომ სისხლის მატება ხდება ორგანიზმში, ვენების და არტერიების შევიწროება, ანთებების მომატება, რაც გამოწვეულია დაზიანებული სისხლძარღვების გამო და იმატებს ძილის აპნიის რისკი, რაც შესაბამისად იწვევს მაღალ წნევას. მოდი ვისაუბროთ დიაბეტზე. სიმსუქნე არის უდიდესი რისკ ფაქტორი დიაბეტის წარმოქმნის. მაღალი წონიანობა ხელს უშლის ინსულინის ეფექტურ გამოყენებას. როდესაც ინსულინი ეფექტს კარგავს, გლუკოზი დიდი რაოდენობით რჩება და გროვდება სისხლში. ეს იწევს ორგანიზმის მიერ ინსულინის გაორმაგებული რაოდენობით გამოყოფას, რომ გაუმკლავდეს მომატებულ გლუკოზს, ანუ შაქარს. პანკრეასის ბეტა უჯრედები, სადაც ხდება ინსულინის წარმოქმნა, გადამეტებული აქტიურობის შედეგად კარგავს ძალას და საბოლოოდ სუსტდება. გარკვეული პერიოდის მერე კი პანკრეასი კარგავს ფუნქციონირებას, გამოყოს ინსულინი და გააკონტროლოს გლუკოზის ნორმა. ასევე სიმსუქნეს უკავშირებენ შემდეგ რიგით დაავადებებს, როგორიც არის ღვიძლის დაავადება, კუჭ-ნაწლავის დაავადება, ნაღველში კენჭების წარმოქმნა. ასევე აღნიშნულია, რომ ძილის აპნია, sleep apnea, osteoarthritis და შემდეგი რიგითი სიმსივნეები, როგორიც არის მკერდის, კუჭ-ნაწლავის, ფარისებული ჯირკვლის, კუჭის, ნახვის, თირკმელის, ღვიძლის სიმსივნეები დაკავშირებულია სხეულში მატებულ ჭარბ ცხიმიანობასთან.
რაც შეეხება ექნის როლს, ფრთხილად უნდა მოეპყრა პაციენტის სენსიტიურობას და უნდა აუხსნა თუ რატომ უსვევს შემდეგ შეკითხვებს, როგორიც არის წონა, სიმაღლე, რა სიხშირით ვარჯიშობს, მისი დიეტა რას მოიცავს, რადგან უნდა დაადგინო რისგან არის გამოწვეული სიმსუქნე, შეიძლება იყოს გენეტიკური, შეიძლება იყოს გამოწვეული წამლების უკუცევით და ასევე ყურადღება უნდა მიაქციო ლაბორატორიულ ტესტებს, განსაკუთრებით ღვიძლის, ფარისებური ჯირკვლის, გლუკოზის და ცხიმების ლაბორატორიულ შედეგებს. Body mass index-ი ეს არის სხეულის მასის ინდექსი, რითაც შეიძლება გამოითვალოს პაციენტის ჯანსაღი წონა, ან რამდენად არის ის გადაცილებული ჯანსაღ წონას. ხოლო ფორმულა შედგება იმისგან, რომ წონა, პაციენტის წონა კილოგრამი უნდა გაყო მის სიმაღლე აღებული square meter, რაც ნიშნავს, რომ დავუშვათ თუ არის პაციენტი 1.70 უნდა გადაამრავლო 1.70-ზე იგივე ციფრზე. ამაზე შემდეგ გვერდზედაც ვისაუბრებთ, მაგრამ ზოგადად მინდა მიაქციოთ ყურადღება, რომ body mass index-ი არის სწორი გამოთვლა, თუ რამდენად არის პაციენტი აცილებული ჯანსაღ წონას. ცხრილი შედგება 4 საფეხურისაგან და მიღებული მასა, მიღებული ციფრი მიახლოებულია შემდეგ ამ ცხრილთან და დგინდება წონის ვითარება. აქ უკეთ არის ნაჩვენები სხეულის მასის ინდექსის ტაბულა და როდესაც გამოვიანგარიშებს პაციენტის სხეულის მასის ინდექსს, მიღებულ ციფრს შეადარებთ ამ ტაბულას და მიხვდებით თუ რამდენად ჩდება ნორმაში. თუ მიღებული ციფრი არის 18.5-ზე ნაკლები, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სხეულის მასის ინდექსი არის ნორმაზე ნაკლები და მისთვის საჭიროა დიეტა, რომელიც შეიცავს მაღალ კალორიას და პროტეინს, რომ მოიმატოს წონაში და მიუახლოვდეს ნორმას. ნორმა არის აღნიშნული მწვანე ფერში 18.5-24.9 შორის, ხოლო თუ ამას გადააჭარბებს და არის 25.0 და 29.9 შორის, რომელიც აღნიშნულია ყვითელ ფერში, ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულის მასის ინდექსი გადაჭარბებულია ნორმას და მისთვის საყურადღებოა დიეტა და ვარჯიში რომ დაიკლოს და არ გადავიდეს სიმსუქნეში, ხოლო წითელ ფერში აღნიშნულია სიმსუქნე, საგანგაშო ვითარება, რომელიც არის 30 და 30-ზე მაღალი და მისთვის აუცილებელია დიეტა, ვარჯიში, რომ დაიკლოს კალორიები, დაიკლოს წონა და მიუახლოვდეს ნორმას, რომელიც არის მწვანე ფერში აღნიშნული. შემდეგ გვერდზე არის მაგალითი ნაჩვენები თუ როგორ შეიძლება გამოვიანგარიშოთ სხეულის მასის ინდექსი. შესაძლოა განვიხილოთ მაგალითი თუ როგორ გამოვიანგარიშოთ სხეულის მასის ინდექსი. მაგალითად, პიროვნების წონა შეადგენს 78.6 კილოგრამს, ხოლო მისი სიმაღლეა 1.74 მეტრი. პირველ რიგში დავადგინოთ სიმაღლის მეტრ კვადრატი, ანუ ციფრი გადავამრავლოთ თავის თავზე. ამ შემთხვევაში 1.74 გავამრავლოთ 1.74-ზე. მივიღებთ 3.02-ს. ფორმულის თანახმად წონა 78.6 კილოგრამი გავყოთ მიღებულ მეტრ კვადრატზე 3.02-ზე. მივიღებთ 26.02-ს. ამ შემთხვევაში სხეულის მასის ინდექსი BMI შეადგენს 26.02-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პიროვნების სხეულის მასის ინდექსი გადაჭარბებულია ჯანსაღ წონას და ის ითვლება ჭარბწონიანობაში, რისთვისაც სასურველია წონის დაკლება, რომ არ გადაავიდეს სიმსუქნეში და აირიდოს თავიდან რიგითი დაავადებები. გმადლობთ ყურადღებისათვის.